გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი. დიდი მადლობა რომ მიყურებთ. პირველ რიგში პატარა პაუზა მქონდა და ახლობით 10 დღე არ განმიახლებია ვიდეო ჩემ YouTube არხზე. ამ შემთხვევაში დაგიბრუნდით ისევ რუსეთ-უკრაინის ომის მიმოხილვით. ამ დღეებში ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რომელსაც შევაჯამებ. პირველ რიგში მოხდა ის, რომ მე-5 წელში გადავიდა რუსეთ-უკრაინის ეს მიმდინარე ომი. და ეს მე-5 წელი არც თუ ისე სახარბიელოდ დაიწყო რუსეთისთვის. მათი შეტევების ტემპი არის შენელებული, მათი მიღწევები ფრონტის ხაზზე არის შემცირებული, სამაგიეროდ გააქტიურებული არის უკრაინის შეიარაღებული ძალები, მათი ტერიტორიული მიღწევები გაცილებით აღემატება რუსებისას. აი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით 1 თვის განმავლობაში და ეს მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური სიახლე არის, განსაკუთრებით ეხება ტერიტორიული მიღწევები კონტრშეტევას, რომელიც მიმდინარეობს ახლაც დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებაზე. მოკლედ ამ ვიდეოში მიმოვიხილავთ რუკებს, მიმოვიხილავთ კონკრეტულ სექტორებს, სადაც მიმდინარეობს შეტევები თუ კონტრშეტევები, ვნახავთ ასევე საინტერესო ვიდეო კადრებს ტრადიციულად და საინტერესო ამბებს, მოკლედ რაც ეხება საბრძოლო მოქმედებებს და არა მხოლოდ საბრძოლო მოქმედებებს, მათ შორის პოლიტიკურ საკითხებსაც. ყველაზე მეტად გამოყოფდი მაინც ბირთვულ თემაზე, ბირთვული იარაღის გამოყენების თემაზე, პუტინის და მისი მოლაპარაკებების კიდევ ერთხელ გააქტიურებას, როგორც წესი, ყოველი წარუმატებლობის დროს, ან მაშინ, როდესაც მნიშვნელოვანი თარიღი აქვთ გადასაგორებელი, ან პირობითად უკრაინელების კონტრშეტევა მიმდინარეობს, ან მათთვის ხელსაყრელი მოვლენები ერთ სიტყვით არ ხდება, პუტინი იწყებს ხოლმე ბირთვული იარაღით მუქარას. ამ შემთხვევაში ესეთი სპეკულაცია, რომ თითქოს პირიქით უკრაინა აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას და მის მიწოდებას აპირებენ თავის მხრივ დასავლელი პარტნიორები, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, მოკლედ დიდი ამბავია ამაზე, აუცილებლად შევეხები ვიდეოს ბოლო ნაწილში უკვე ამ პოლიტიკურ სიახლეებს, მანამდე კი აუცილებლად დავიწყებ ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაციის მიმოხილვას. ვიდრე საქმეზე გადავალ, აუცილებლად უნდა გითხრათ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც აღმოვაჩინე ცოტა ხნის წინ, როდესაც ვადევნებდი თვალს ჩემი არხის სტატისტიკას. და ძალიან გამახარა ერთმა ფაქტმა, რომ 48% თითქმის ამ არხის მაყურებელი არის რეგულარულად, რაც ნიშნავს იმას, რომ თითქმის 1 წელზე მეტია, რაც ამ პროექტს ვაკეთებ, 48% თქვენი მუდმივად უბრუნდება არხს, მუდმივად ადევნებს თვალს ჩემს ვიდეოებს, რაც არის ძალიან მაგარი მიღწევა და რაც მაძლევს ძალიან დიდ სტიმულს, რომ გავაგრძელო ამ საქმის კეთება, იქიდან გამომდინარე, რომ ამ კომპონენტში ჩანს თქვენი მაღალი ინტერესი. და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამისთვის, თუმცა არა მხოლოდ მათ, ვინც ამ 48%-ში შედიხართ, ასევე 40%-ამდე არის დაახლოებით ცოტა ნაკლები, დაახლოებით 35% იყო თუ სწორად მახსოვს ის, ვინც რეგულარულად არ უყურებს, მაგრამ პერიოდულად ადევნებს თვალს ჩემ ვიდეოებს, იმედი მაქვს, რომ აი ამ ნაწილში ვინც ხართ, ისინიც უფრო მეტად ლოიალურები გახდებით, უფრო მეტად რეგულარულად მიადევნებთ თვალს და სტაბილური ჩემი მაყურებლები იქნებით. ერთი სიტყვით, ეს დიდწილად განაპირობებს ამ არხის პოპულარობას, უფრო მეტ დაფარვას, ასე ვთქვათ, უფრო მეტ რეიტინგს. პრინციპში ეს არის ჩემი ამოცანაც, რომ ხელი შეუწყო რეალური ინფორმაციის და რეალურ ტენდენციების შესახებ ცოდნის მიტანას, რაც შეიძლება ფართო აუდიტორიასთან. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ხედავთ, რაც ხდება საქართველოში, მთელი ექსპერიმენტები ტარდება ჰიბრიდული ინსტრუმენტების გამოყენებით, ადამიანებს ჩვეულებრივად ტვინს ურეცხავენ, დეზინფორმაციის ნიაღვარი მოედინება ბევრი მიმართულებიდან და ძალიან დეფიციტში არის რეალური ინფორმაცია იგივე რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ. გაიხსენეთ მაგალითად ბოლოს როდის ნახეთ სრულყოფილი სიუჟეტი რომელიმე სატელევიზიო არხზე ამ მიმართულებით. ალბათ გაგიჭირდებათ ასეთის გახსენება, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ვინც არ არის პროსამთავრობო და პროპაგანდისტული მედია, იმ მედიების რესურსები ძალიან შეზღუდული არის და ისინი ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ოპერირებენ როგორღაც და ძირითადად შიდა პოლიტიკურ თემებზე არიან ფოკუსირებული, მეტი გამოსავალი, როგორც ჩანს, მათ არ აქვთ, ხო?
აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ თქვენთვისაც მნიშვნელოვანი არის ასეთი პროექტის არსებობა და იმედი მაქვს, რომ ხარს დამიჭერთ, იმედი მაქვს, რომ გახდებით ჩემი სპონსორებიც, აქვე მოგიწოდებთ, რომ გამოიწეროთ ეს არხი და თუ გექნებათ სურვილი, რომ პირადად გახდეთ ამ არხის მხარდამჭერები, ამისთვის არსებობს მონაცემები ვიდეო სახწერაში, არის Patreon-ი, არის PayPal-ი, სადაც შეგიძლიათ რომ გაიღოთ თანხები, ასევე არის პირადი ანგარიშის ნომრის მონაცემებიც. ვინც უკვე არის ამ პროცესში ჩართული და ვინც თუნდაც 1 ლარი ოდესმე გაიღო ამ არხის განვითარებისთვის, მათ განსაკუთრებულად დიდ მადლობას გიხდით. გადავიდეთ ახლა საქმეზე და ვხედოთ რუკას, ვნახოთ რა ხდება საბრძოლო მოქმედებების ზონაში. ეს არის დღევანდელი სიახლე, რომელსაც ხედავთ და რუკა, სადაც გამოსახული არის უკრაინელების კონტრშეტევების მიმართულება. დნეპროპეტროვსკის ოლქში თან ახლავს მას ფოტო დასაბუთება თავისი ლოკაციებით თუ რაზე არის აქ საუბარი, რომ გავადიდოთ ეს ფოტო და ვნახოთ. აქ აღნიშნულია, რომ 3 სხვადასხვა დასახლებული პუნქტის მიმართულებით უკრაინელებს აქვთ წინსვლა, მათ შორის ერთ-ერთ სოფელთან, ვერბოვესთან, სამხრეთით ფიქსირდება 4.5 კილომეტრის სიღრმეში უკრაინელების მოქმედებები, აქ ჩანს კონკრეტული ფოტოც, სადაც დასტურდება რუსული ჯავშან ტექნიკის განადგურება, ასევე საუბარი არის ვიშნევეზე, აი ამ სოფელზე, სადაც შეტევის კიდევ ერთი მიმართულება გვაქვს და ბერეზოვეა, ეს სოფელი, სადაც ასევე დასტურდება უკრაინის კონტრშეტევის ფარგლებში მტრის ობიექტების განადგურება, მათ შორის აქაც აღნიშნული არის, რომ განადგურდა გარკვეული ტიპის ჯავშან ტექნიკა. შემდეგი ნიუსიც ეხება სწორედ ამ მიმართულებას, ბერეზოვე, ტერნოვე, დნეპროპეტროვსკის ოლქი, ოდნავ განსხვავებული ვიზუალი გვაქვს ამ შემთხვევაში და განსხვავებული კადრები, რომელიც უკრაინელების მოქმედებას ადასტურებს და აქ ნათქვამია, რომ იგივე ბერეზოვე, აი ამ დასახლებულ პუნქტთან უკვე აღმოსავლეთით უშუალოდ დასახლებულ პუნქტში ფიქსირდებიან უკრაინელი სამხედროები და ისინი აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ. აქ აღსანიშნავია, რომ ეს დასახლებული პუნქტი უკვე ფაქტობრივად ნახევრად ალყაში არის, შეიძლება ჩაითვალოს ასე მოქცეული, იმიტომ რომ მხოლოდ აღმოსავლეთიდან არ მიმდინარეობს აქ იერიშები და როგორც ხედავთ, აქ სამხრეთ-დასავლეთითაც არის უკრაინელების დაფარვის ზონა, დიდი ალბათობით თუ ასე წავიდა პროცესი, ამ სოფლებს ახლო მომავალში უკრაინელები გაათავისუფლებენ. ყოველ შემთხვევაში აშკარად ჩანს, რომ რუსები დიდ წინააღმდეგობას ვერ წევენ, აი ამ ბოლო 2 კვირის განმავლობაში, რაც დაიწყო უკრაინელების კონტრშეტევა ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის მიმართულებაზე, მათ აქვთ ძალიან სწრაფი წინსვლა და ამ ყველაფერს ნაწილობრივ ხელი შეუწყო იმ საკითხმა, რაც ეხება ინტერნეტის მიწოდებას. ამაზე წინა ვიდეოებში არაერთხელ ვისაუბრე, ბევრმა შესაძლოა იცით, თუ ვინმე მარიცით, ამბავი იმაშია, რომ Starlink-ებით ვეღარ სარგებლობენ რუსი ოკუპანტები, მიღწეული არის შეთანხმება უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და SpaceX შორის და გაითიშათ მარტივად რუსებს Starlink-ები შესაბამისად მათთვის ინტერნეტი და კომუნიკაცია გართულდა. როგორც შეტევითი თვალსაზრისით, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ამონტაჟებდნენ Starlink-ის მიმღებებს მაგალითად დრონებზე, შორსმოქმედ კამიკაძე დრონებზე და ასე შემდეგ, უშუალოდ კონტაქტის და ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისითაც ბრძოლის ფრონტის ხაზზე მყოფ სამხედროებს შორის არის მნიშვნელოვანი პრობლემა და ამას დაემატა ისაც, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო Telegram-ის გათიშვის გადაწყვეტილება, რაზეც ასევე არის დიდი ამბავი, შეგიძლიათ ჩემ წინა ვიდეოებს გადახედოთ და იქ დეტალურად განვიხილავ ამ ამბავს. ეს არის კიდევ ერთი რუკა, რომელიც საგულისხმოა, რომ არის რუსული წყაროს მიერ გავრცელებული, რიბარი, ასეთი რუსული პლატფორმა არის, რომელიც მეტნაკლებად ობიექტურად ცდილობს, რომ მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია ომის მიმდინარეობის და ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაციის შესახებ, ყოველ შემთხვევაში ვიდრე აქვთ ამის საშუალება. ფაქტია, რომ ესეთი არხები ცოტა ხანში Telegram-ზე ყოველ შემთხვევაში რუსეთში ხელმისაწვდომი აღარ იქნება, თუ უკვე არ არის ნაწილობრივ.
მაგრამ ჯერჯერობით რასაც ხედავთ არის ეს, რომ თავად რუსულ წყაროებშიც აქტიურად წერენ და ავრცელებენ თუნდაც ეს ვიზუალურ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სერიოზული წინსვლა აქვთ ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის მიმართულებაზე უკრაინელებს და აქ აი ამ კონკრეტულ რუკაზე საუბარი არის მათ შორის იმის შესახებ, რომ აი აქეთ მარჯვნივ რასაც ხედავთ ეს არის უფრო დნეპროპეტროვსკის მიმართულება, რაზეც მანამდე ვსაუბრობდი და ლურჯი მონიშნებით ხედავთ უკრაინელების შეტევის მიმართულებებს. ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ სამხრეთ დასავლეთით, აი აქ პრიმორსკეს მიმართულებაზე, სადაც არის ასევე დასახლება პლავნი და სწორედ აი ეს ნაწილი არის გადიდებული ზედა ფანჯარაში. აი აქ რასაც ხედავთ, ეს ნარინჯისფერი მონიშნა კი ნიშნავს იმას, რომ უკრაინელებმა ეს ზონა უკვე გაიარეს, ანუ პრიმორსკედან სამხრეთ აღმოსავლეთით გაარღვიეს მათ, ჩავიდნენ პლავნიმდე, აი ამ დასახლებამდე და აქ დასავლეთით, რასაც ხედავთ, აი ეს წითელი მონიშნა, აი ამ ზონაში პრიმორსკედან სამხრეთით მყოფი რუსი სამხედროები ფაქტობრივად ახლა ალყაში არიან მოქცეული თუ თავად ამ რუსულ წყაროს დავეყრდნობით, თუმცა უნდა ითქვას, რომ იგივე ინფორმაციას უკრაინული მხარეც აქტიურად ავრცელებს. ეს არის ერთ-ერთი ეფექტური გარღვევა, რომელიც შემოგთავაზეს ამ კონტრშეტევის ფარგლებში უკრაინელებმა და ეს ხდება იქ, სადაც გერასიმოვს ოფიციალურად გამოცხადებული აქვს, რომ ეს არის მათი ერთ-ერთი მთავარი ახალი პრიორიტეტი 2025 წლის ბოლოს შემოდგომას მან პირადად საჯაროდ პუტინს უთხრა, რომ ისინი ზაპოროჟიეს მიმართულებით აპირებენ გააქტიურებას და მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის პრიმორსკეს დაკავება. მათ ჰქონდათ წინსვლა, თუმცა ახლა ასეთ სიტუაციაში არიან, ნახოთ ძალიან საინტერესოდ ვითარდება აქ პროცესი და რა შედეგებზე გავალთ. ხო, აქ მნიშვნელოვანია ასევე მეორე ფოტოც იყო, თუ სწორად მახსოვს, კი ბატონო. აი აქ. დააკვირდით აი ამ წრიულ მონიშნას, სადაც თავად რუსული წყაროს მიერ არის დატანილი ინფორმაცია, რომ ამ ზონაში ფიქსირდებიან უკრაინელი სამხედროების პატარ-პატარა ჯგუფები და ამ ამბავში საგულისხმო ის არის, რომ საკმაოდ მოშორებულია, როგორც ხედავთ ეს ზონა შეხების ხაზთან, ასე ვთქვათ. ფაქტობრივად ისინი არიან ზურგში, მოწინააღმდეგის ზურგში და იქ მოქმედებენ და ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა ახლო მომავალში უფრო მეტი წარმატების შესახებ შევიტყოთ. ამ მიმართულებაზე დნეპროპეტროვსკის ოლქში იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ხედავთ აქ შეტევები არაერთი მიმართულებიდან ვითარდება და პარალელურად თუ ზურგშიც არიან ისინი შესული და იქ ცდილობენ მოაწყონ საყრდენი პუნქტები, ასე ვთქვათ, შესაძლოა რომ ახლო მომავალში თუ ასე განვითარდა პროცესი, უფრო მეტი დასახლებული პუნქტის გათავისუფლება მოხდეს ამ მიმართულებაზე. ნახოთ როგორ წავა აქაც საქმე. ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის მიმართულებაზე მოქმედებების ამსახველი ვიდეო კადრებიც ვრცელდება, სადაც მაგალითად აი აქ ჩანს უკრაინული ჯავშან ტექნიკის გადაადგილება, მინიმუმ 3 ჯავშან ტრანსპორტიორს ხედავთ, რომლებიც შედიან ერთ-ერთ მიმართულებაზე და დადასტურებულია, რომ ეს არის ზაპოროჟიეს ოლქი. როგორც შეამჩნიეთ, იქ იყო ერთი აფეთქებაც, როგორც აღმოჩნდა, როგორც ჩანს, აქ დანაღმული იყო გზა, თუმცა ამან ხელი არ შეუშალა ამ კოლონის გადაადგილებას და მათ შეასრულეს მისია, როგორც ამ ვიდეოს აღწერაში არის ნათქვამი, მათ შეიყვანეს ცოცხალი ძალა პოზიციებზე და საბოლოოდ უსაფრთხოდ გამოვიდნენ, დანაკარგების გარეშე გამოვიდნენ უკან, ჯავშან ტექნიკა იგულისხმება ამ შემთხვევაში. ნუ როგორც შენიშნეთ, აქ არის ამინდის ფაქტორიც, როგორც ჩანს გათვალისწინებული, საკმაოდ ნისლიანი ამინდი, გამთენიისას დაწყებული ოპერაცია და წინსვლა სახეზე არის. შემდეგ კადრებში უკვე ჩანს უშუალოდ ქვეითების მოქმედებაც, დრონების ოპერატორების ჩართულობით, კომპლექსური ოპერაცია. ასეთ ტემპში მუშაობენ მოკლედ უკრაინის დამცველები იმისთვის, რომ უკან დაახევინონ მოწინააღმდეგეს ზაპოროჟიეს და
დნეპროპეტროვსკის მიმართულებაზე. გადავიდეთ შემდეგ ნიუსზე. ხო, კიდევ ერთი რუკა გვაქვს, რომელიც უფრო მეტად თვალსაჩინოს ხდის იმ ამბავს პრინციპში, რაც წინა რუკების მიხედვით მოგიყევით, იქ მართლაც ძალიან დამაბნეველია, თუ კარგად არ დააკვირდები, ძნელი აღიქვა სად რა ხდება რიბარის წყაროს, გულისხმობ რუსების წყაროს. აქ მოკლედ გაცილებით ცხადად ჩანს, სად არის უკრაინელების კონტრშეტევების მიმართულება, სად არის რუხი ზონები, სად არის რუსების დაფარვის ზონა, ასე ვთქვათ, რომელიც წითლად არის მონიშნული. ეს კონკრეტული მონაკვეთი აღნიშნავს პრიმორსკეს სამხრეთით არსებულ სიტუაციას, რაზეც ცოტა ხნის წინ გიყვებოდით. შემდეგ უკვე ესეთი შემაჯამებელი ინფორმაცია გვაქვს, ძალიან საინტერესო, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი სტატია, სადაც ნათქვამი არის, რომ 2026 წლის თებერვლისთვის არსებული სურათი ბრძოლის ველზე და ტერიტორიული მიღწევები სულაც არ მიანიშნებს იმას, რომ რუსეთი მიდის წინ ტოტალური გამარჯვებისკენ, ესეთი სათაური გვაქვს ამ შემთხვევაში. აქ აღნიშნულია, რომ მაგალითად თებერვლის მონაცემებით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გათავისუფლებული აქვს 200 კვადრატულ კილომეტრზე მეტი. სწორედ ეხება ეს ულაიპოლეს მიმართულებას, ზაპოროჟიეს ოლქს, დნეპროპეტროვსკის მიმართულებას და საპასუხოდ მათ დაკარგეს, ანუ რუსებმა ამ პერიოდის განმავლობაში დაიკავეს 35 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია სხვადასხვა მიმართულებებზე. აქ იგულისხმება იგივე ლიმანის მიმართულებაც, მათ შორის ასევე დონეცკის ოლქი, კონსტანტინივკას გარშემო პატარ-პატარა წინსვლები, რასაც შევეხების შემდგომ უკვე რუკაზე და სხვაობაც თვალსაჩინოა, ანუ 165 კვადრატული კილომეტრი პლუსში არიან უკრაინელები, ანუ 35 დაკარგეს, 200 დაახლოებით, ანუ უფრო მეტი ამ ბოლო მონაცემებს თუ შევხედავთ, დაიკავეს, ეს უფრო მოკრძალებული წყაროა, ასე ვთქვათ, ისინი კარგად გადამოწმებულ და ცოტა მოგვიანებით მრავალჯერ შემოწმებულ ცნობებს ავრცელებენ ხოლმე. აქ შესაბამისად 200 კვადრატულ კილომეტრზეა საუბარი, თუმცა ბოლო 1 კვირის განმავლობაში და ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს სურათი კიდევ უფრო შეიცვალა და თუ დავეყრდნობით იგივე იმ რუკებს, რომელსაც გაჩვენებდით, რომელიც დღეს გავრცელდა, ეს ციფრი კიდევ უფრო შეცვლილი იქნება წესით და შემდგომში უკვე ეს ოფიციალურად დადასტურდება. ასევე გარკვეულწილად ფრთხილად ავრცელებს ინფორმაციას. კიდევ ეს ერთი ეს წყარო, Deep State-ი, რომელსაც ხშირად გაჩვენებთ ხოლმე, ეს არის უკრაინული წყარო, რომელიც აკეთებს 24 საათიან რეჟიმში განახლებას საბრძოლო მოქმედებების ზონაში რა ხდება. ცხადია, რომ ეს კონკრეტული წყარო თანამშრომლობს უკრაინის თავდაცვის ძალებთან და ყოფილა ასეთი შემთხვევები, რომ იგივე კუპიანსკში, როდესაც ხო ვიცით, რომ უკრაინელებმა იქ გაათავისუფლეს ქალაქი და დაიბრუნეს და შემდეგ ვიდეო ჩაწერა ზელენსკიმ, როდესაც იქ იყო ჩასული, ხო? წინა დღეს Deep State-ის რუკა აჩვენებდა, რომ ჩვეულებრივად ისე იყო ყველაფერი, რომ რუსები აკონტროლებდნენ ქალაქს და ერთ დღეში შემდეგ უკვე შეიცვალა სურათი და უკვე გალურჯდა ეს ზონა. ამას იმიტომ ყვები, რომ აქაც ამ შემთხვევაში ის ცვლილებები, რომელსაც მე გიყვებოდით სხვა რუკების მიხედვით, ჯერჯერობით თლად ესე ზედმიწევნით ასახული არ არის, თუმცა Deep State-ის წყაროც მიანიშნებს აქ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, როგორც ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, ასევე დნეპროპეტროვსკის ოლქში არის წინსვლა ამ კონტრშეტევის ფარგლებში მეტი თვალსაჩინოებისთვის. მოდი ახლა მე ჯერ ავიღებ ულაიპოლეს მიმართულებას. აი აქ და მის ჩრდილოეთით მიმდინარე პროცესს. აი ამ ზონას გავადიდებ და ვნახოთ რა და როგორ იცვლებოდა გასული დღეების განმავლობაში. ეს არის 26 თებერვლის განახლება. მოდი მივყვეთ უკან. თუ არ ვცდები 17 რიცხვი იყო, როდესაც აქ განსაკუთრებით აისახა ცვლილებები. ხო, ანუ აი აქ ჩანს პატარ-პატარა ცვლილებები ნაცრისფერ ზონაში, რაც უკრაინელების წინსვლაზე მიუთითებს 24, 23. აი 21-ში, როგორც ნახეთ, არის ცვლილება და გაფართოვდა ეს ნაცრისფერი ზონა, რაც მიანიშნებს უკრაინელების წინსვლაზე. მანამდე ასე იყო. და ხო, აი 17 რიცხვი. 17 რიცხვში ასეთი სურათი იყო. ეს წითელი ზონა იყო რუსების დაფარვის ზონა
და მომდევნო დღეებში 17-ის შემდეგ და 21-ის შემდეგ გვაქვს ესეთი მოცემულობა ამ ნაწილში, რაც შეეხება აქ ზაპოროჟიეს სამხრეთი სტეპნოჰირსკი, პრიმორსკე. აქაც თვის დასაწყისში ოდნავ განსხვავებული სურათი იყო ნაჩვენები. ვნახავთ ახლა ამ ცვლილებას. აი 10 რიცხვიდან, ხო, აი 10 რიცხვისთვის ესეთი სიტუაცია იყო, რუსები უფრო სიღრმეში იყვნენ შემოწეული და ნაცრისფერი ზონა უფრო დიდი იყო და 10 რიცხვის შემდეგ ეს ორი სხვადასხვა მიმართულებით შემცირდა, თუმცა როგორც ხედავთ, დღემდე Deep State-ის რუკაზე არ არის ის ცვლილებები, რაზეც მანამდე ვისაუბრეთ და სწორედ ამას უსვამდი ხაზს. აქ ხედავთ ჩვენ წითელ მონიშნებს, აი აქ არის პლავნი დასახლება, რომელზეც ვისაუბრე და წინა რუკაზე, რომელიც გაჩვენეთ, საუბარი იყო, რომ აი აქედან მიდის შეტევის მიმართულება და უკრაინელები ფიქსირდებიან პლავნის უფრო სამხრეთითაც კი და ამ ზონაში რუსები არიან ალყაში მოქცეული. აი ამაზე არის საუბარი. თვალსაჩინოებისთვის დაუბრუნდები ისევ იმ რუკას, რომელიც ამ საკითხზე პირველად გაჩვენეთ, რომელიც არის რუსული წყაროს მიერ გავრცელებული, კიდევ ერთხელ შეგახსენებ. აი ამ სექტორზე არის ამ შემთხვევაში საუბარი. პლავნი ეს დასახლება, რომელიც Deep State-ს ჯერ კიდევ წითლად აქვს მონიშნული. გავაგრძელოთ მოკლედ. ხო, ვიდრე რუკის მიმოხილვას დავასრულებ, აუცილებლად უნდა შევეხო ასევე დონეცკის ოლქს, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს არის ბოლო ცვლილებები ეხება ძირითადად კოსტანტინივკას, ქალაქს, რომელზეც განსაკუთრებით აქცენტს აკეთებენ რუსები მას შემდეგ, რაც პოკროვსკი და მირნოჰრადი დაიკავეს საბოლოოდ. პოკროვსკიდან ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარე ეს ასევე მცირე ზომის ქალაქი, თუმცა მნიშვნელოვანი ქალაქი კოსტანტინივკა, მის გარშემო იზრდება რუსების ყოფნა და უშუალოდ დასახლებულ ზონაშიც არის უკვე გარკვეული ჯგუფები შესული და იქ მიმდინარეობს აქტიური საბრძოლო მოქმედებები. 17 რიცხვის შემდეგ ხედავთ, რომ აქ კოსტანტინივკას სამხრეთ აღმოსავლეთით შეიცვალა სურათი, ასევე სამხრეთ დასავლეთით შეიცვალა სურათი და ცდილობენ ერთგვარად, რომ ორი მიმართულებიდან მიუახლოვდნენ ოკუპანტები ქალაქს. დიდი საბრძოლო მოქმედებები მიდის ახლა მოკლედ სწორედ კოსტანტინივკას გარშემო. სხვა მხრივ აქ დიდი ცვლილებები სხვა მიმართულებებზე ნაკლებად ფიქსირდება, არც ხარკოვის ოლქში და არც სხვაგან რუსებს განსაკუთრებული წინსვლა არ აქვთ, არც უკრაინელებს არ შემოუთავაზებიათ რაიმე ახალი კონტრშეტევა ამ მიმართულებებით. კოსტანტინივკა არის უდაოდ ახლა ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ზონა და ზოგადად დონეცკის ოლქი. და ეს ნეუსიც ეხება ქალაქ კოსტანტინივკას. აქ საუბარი არის იმაზე, რომ ფოსფორის, ეგრეთ წოდებული ფოსფორის ბომბები გამოიყენეს რუსებმა. ნაჩვენები არის აი ეს ვიდეო მასალა. ამ კადრების ნახვა მე გამახსენა მაგალითად აზოვსტალი და შესაძლოა თქვენგან ვინმეს ნანახი კონდეს და ახსოვდეს ეს მასალა, რადგან ადევნებთ რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას თვალს. აზოვსტალის ალყის დროს რუსებმა გამოიყენეს აი ამ ტიპის შეიარაღება მაშინაც, ძალიან დიდი რაოდენობით და ესეთი ცეცხლის წვიმა იყო აზოვსტალის თავზე, ამ შემთხვევაში კოსტანტინივკას თავზე არის იგივე სურათი. ამ ფოსფორის ბომბების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ ჰაერში ფეთქდება, იშლება როგორც ხედავთ და ეს პატარ-პატარა ნაწილებად ეშვება და ეს ნივთიერებები არის აალებადი და ხელს უწყობს შემდეგ უკვე დაფარვის ზონაში ან ტერიტორიაზე ხანძრების გაჩენას და გამოიყენება ამ შემთხვევაში როგორც ხედავთ დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე, საცხოვრებელ სახლებზე დაუშვეს ეს ცეცხლის წვიმა. გავაგრძელოთ, კოსტანტინივკას ეხება შემდეგი ამბავიც პრინციპში, რომელიც მოხდა 2 დღის წინ, 25 თებერვლის ნიუსია ეს. ამ შემთხვევაში რუსებმა აფეთქეს
ავიაბომბის მეშვეობით დამბა და ამ დამბის განადგურების შემდეგ უკვე ეს დაგუბებული წყალი წავიდა დასახლებულ ზონაში და დაფარა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზა, რამაც უკვე გაართულა უკრაინელების მომარაგება კონსტანტინივკის მიმართულებით, თუმცა სრულად არ შეზღუდულა ცხადია, ამასაც გაჩვენებთ, ეს გამოიყურება კადრები, დიდი მასა ამ წყლის წავიდა ამ დამბის დანგრევის შემდეგ, გავრცელებული იყო ასევე ის მომენტიც, როდესაც ამას ავიაბომბი მოხვდა და დიდი აფეთქება იყო. რუკაზე რომ გაჩვენოთ ეს ამბავი სად ხდება, აი აქ ვართ. ჩაიდვირთება. ხო. საუბარი არის აი ამ დამბაზე. აი აქ. ხედავთ. აქ არის ორი დამბა და ერთ-ერთი აი ეს ადგილი არის, სადაც მოხდა აფეთქება და აქვე ახლოს გადის უკვე სტრატეგიული მნიშვნელობის გზები, რომლითაც ხდება ქალაქის მომარაგება და ამ ზონაში მთლიანად დაიტბორა ერთი სიტყვით, თუმცა როგორც თქვი, ალტერნატივა არსებობს. იგივე აი აქ უფრო ჩრდილოეთიდან არის გზები, ქალაქში შესასვლელად არის ასევე ხიდები, როგორც ხედავთ, მინიმუმ 2 ხიდი არის, რომ აი ამ ნაწილში, სადაც მოხდა დატბორვა და სადაც ჩაიკეტა გზა, ჩაიხერგა გზა, მოხდეს აი ამ ხიდების მეშვეობით კავშირი და საჭირო საბრძოლო მასალების თუ სხვა საჭიროებების მიწოდება უკრაინელი სამხედროებისთვის, რომლებიც აქ პოზიციებს იცავენ და ცდილობენ რომ არ დაუშვან მოწინააღმდეგეს მეტი წინსვლა კონსტანტინივკას მიმართულებაზე. გავაგრძელოთ. ხო, ეს ვიდეო ვნახეთ, ესაც დამბის ამბავი. გადავიდეთ უკვე ახლა თავად უკრაინელების მიერ მიტანილ იერიშებზე, ასევე 25 თებერვლის ინფორმაცია რუსეთის ტერიტორიაზე განადგურებული იქნა საწარმო საკმაოდ ეფექტურად, როგორც ხედავთ, ეს არის სატელიტური ფოტოები ნაჩვენები ამ ვიდეოში, როგორ გამოიყურებოდა მანამდე, როგორ გამოიყურება ახლა ეს ტერიტორია და აქ საუბარი არის იმაზე, რომ რუსები აქ აწარმოებდნენ ისეთ ნივთიერებებს, რომელიც გამოიყენება შემდეგ სამხედრო ინდუსტრიაში. საუბარი არის ფეთქებად ნივთიერებებზე, რომელიც გამოიყენება საბრძოლო მასალების წარმოებაში. მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია ცალსახად და წარმატებულადაც დაარტყეს უკრაინელებმა. შემდეგი ამბავი უკვე ეხება ნავთობ ობიექტზე მიტანილ იერიშს, ამ შემთხვევაში საუბარი არის ოკუპირებულ ლუგანსკის რეგიონზე და ნავთობ ბაზაზე, რომელიც აი ასე იწოდა უკრაინელების დრონებით მიტანილი იერიშის შემდეგ. აქ ჩანს ვიდეო კადრებში ასევე აფეთქების მომენტიც. უდაოდ დიდი ზიანია, ფაქტია. ეს ვიდეო კი არის უშუალოდ შემტევი დრონის მასალა, ასე ვთქვათ, რომელზეც ჩანს სწორედ ამ ლუჰანსკში არსებულ ნავთობ ბაზაზე დარტყმის მომენტი. აი აქ ხედავთ რეზერვუარს და ხედავთ კადრს, რომელიც თავად ამ დრონის მიერ არის გადაღებული, რომელმაც ძალიან ზუსტი იერიში მიიტანა. ეს კი არის შედეგი, ეს კადრი, რომელიც უკვე ნახეთ როგორ პირდაპირ ამ რეზერვუარის ცენტრში ეჯახება ეს FP2 ტიპის დრონი. შემდეგი ბრწყინვალე ამბავი პრინციპში, რომელიც ეხება უკრაინული წარმოების ფლამინგოს შორი მოქმედების რაკეტის წარმატებულად გამოყენებას. აქ არის ვიდეო, სადაც ჩანს სწორედ ფლამინგოს დაშვების მომენტი და შემდეგ უკვე აფეთქების მომენტი. აი აქ არის ეფექტური დარტყმა, რომელიც ფლამინგოს რაკეტით იქნა მიტანილი და მიტანილი იქნა, რაც მნიშვნელოვანია, ძალიან საჭირო და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტზე. ეს არის რუსეთის ტერიტორია და ეს არის საწარმო, რომელიც განკუთვნილია ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების დამზადებისთვის. აქვე არის წყალქვეშა ნავების წარმოების ხაზიც და როგორც ჩანს, მნიშვნელოვან სამიზნეს დაარტყეს უკრაინელებმა. საინტერესოა, რა მოცულობის არის ზიანი, რომელიც ამ
კონკრეტულმა საწარმომ მიიღო. სამიზნე ცალსახად მაღალი ღირებულების არის. ეს ვიდეო კი ასახავს უშუალოდ ფლამინგოს გაშვების მომენტს, საკმაოდ ეფექტური სანახაობა, ბარემ გაჩვენებთ ამ ვიდეოსაც. დიდი ხანი არ არის, რაც მიიღეს ფლამენგოები უკრაინელებმა შეიარაღებაში და უკვე რამდენიმე წარმატებული დარტყმა მათი მეშვეობით განხორციელდა. თავდაპირველად იყო ინფორმაცია, რომ გარკვეული უზუსტობა შეიმჩნეოდა, ცდომილება იყო დიდი. ეს არის განსაკუთრებით მძიმე საბრძოლო მუხტის გადამტანი რაკეტა და საკმაოდ დიდ დისტანციაზე მოქმედიც. როგორც ჩანს, უკრაინელები ავითარებენ მის შესაძლებლობებს და კიდევ უფრო მეტად დახვეწა ხდება ფლამენგოების, რაც ძალიან კარგი ამბავი არის და რადგან საუბრობთ რაკეტებზე, აქ გვაქვს კიდევ ერთი საინტერესო სიახლე, ეს არის პირველი კადრები უკრაინული ეროვნული წარმოების ბალისტიკური რაკეტების ახლო მოქმედების 200 კილომეტრის მანძილზე გათვლილი ბალისტიკური რაკეტების შესახებ საუბრობთ ამ შემთხვევაში, რომელსაც ქვია FP7 და მისი გაშვების პირველი კადრები გავრცელდა სწორედ დღეს. ასე გამოიყურება FP7. საინტერესოა, ეს არის სასწავლო, ასე ვთქვათ, საცდელი გაშვება, თუ ეს არის უკვე საბრძოლო დანიშნულების გაშვება. რთული სათქმელია იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად უკრაინელები, რასაც აწარმოებენ, თან რეალურ საბრძოლო მოქმედებებში ცდიან. ერთი რამ ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ახალი შეიარაღების დემონსტრირება მოხდა. უკრაინა ცდილობს განავითაროს ბალისტიკური რაკეტების წარმოების ხაზი. ეს არის FP7, როგორც თქვი, 200 კილომეტრზე მოქმედი, არის ასევე FP9, ეს მეორე ბალისტიკური რაკეტის ხაზი, რომელიც უფრო შორ დისტანციაზე მოქმედია. არ მინდა შეცდომაში შევიდე, ამიტომ არ დავასახელებ, თუმცა 500 კილომეტრზე მეტი ნამდვილად მახსოვს, რომ FP9 ტიპის ბალისტიკური რაკეტები არის გათვლილი. ნახოთ, რამდენად ეფექტურად შეძლებენ უკრაინელები, რომ ეროვნული წარმოების ბალისტიკური რაკეტებით შეაწუხონ რუსების სტრატეგიული ობიექტები, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე. შემდეგ რა გვაქვს? შეწუხება რადგან ვახსენე, ეს არის დღევანდელი მასალა, სადაც ჩანს რუსეთის ტერიტორიაზე სირენისგან, განგაშის სიგნალისგან შეწუხებული საზოგადოება, ერთ-ერთი დასახლებული პუნქტი, სადაც მასიური იერიში იყო, როგორც ამ ნიუსში ვკითხულობთ. რაკეტების მიფრენის საფრთხე, რასაც უკავშირდებოდა ეს განგაშის სიგნალი, Moscow Times-ი არის წყარო, რომელიც ამ ინფორმაციას ავრცელებს და აქ ნათქვამი არის, რომ ერთდროულად რუსეთის რამდენიმე რეგიონში გამოცხადდა საჰაერო განგაშის სიგნალი. შემდეგი ეს არის უკვე კალეიკინო და უდიდესი დარტყმა ნავთობობიექტზე. 50,000 კუბური მეტრის მოცულობის რეზერვუარი აფეთქდა ამ შემთხვევაში და იყო ძალიან დიდი ფეიერვერკი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა და ამ დროისთვისაც არ არის საბოლოოდ აქ ხანძარი ლიკვიდირებული, რაც ვნახე ბოლო ცნობები. აი ესეთი დიდი ცეცხლი, ეს არის 27 თებერვლის ნიუსი. თუმცა 2 დღით ადრე მოხდა, კი ბატონო, აი 24-ში მოხდა ეს ამბავი და ასე იწოდა, ეგ არის დღის კადრებიც, როგორც ხედავთ, ეს ნავთობ ობიექტი. შემდგომ უკვე სატელიტური ფოტოებიც გავრცელდა, შემოხვდა, სადაც უდიდესი ზიანი ჩანდა. სანახაობა ცალსახად ეფექტურია, ასე იწვის რუსული ქონება, ნავთობი, რაც არის ძირითადი დაფინანსების წყარო რუსული ომის მანქანისთვის. შესაბამისად, ყოველი ასეთი დარტყმა რუსეთის ნავთობ ობიექტებზე არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი რუსეთის აგრესიის შეჩერების თვალსაზრისით და ამაზე არაერთხელ არაერთ ვიდეოში მისაუბრია.
შემდეგი ნიუსი, რომელიც შემოვინახეთ თქვენთვის და უნდა გაგაცნოთ, ეს უკვე ეხება საპირისპიროდ რუსების მხრიდან განხორციელებულ იერიშებს და მათ აღკვეთას, ასე ვთქვათ. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ ვერტმფრენიდან გადაღებულ კადრებს, სადაც ჩანს რუსული შაჰიდის ტიპის დრონის განადგურება, ასევე საინტერესო და კარგი სანახაობა, დიდი ფეიერვერკი ცაში. ამ შემთხვევაში კარგად დანერგილი პრაქტიკა გვაქვს უკვე სახეზე, სადაც ჩანს, რომ ვერტმფრენებიდან ტყვიან ფრქვევებით ლაზერულად მართვადი სამიზნეებით აღჭურვილი ტყვიან ფრქვევებით ხდება საჰაერო სამიზნეების განადგურება, ასეთი ბევრი მომხდარა უკვე. აქაც ასევე შემდეგ ნიუსში ნაჩვენები არის შაჰიდის ტიპის, უბრალოდ გერბერა ტიპის დრონის ჩამოგდება. ეს მუსიკა გავთიშოთ. სწორედ ვერტმფრენიდან იგივე მეთოდით, ტყვიან ფრქვევების გამოყენებით ხდება დარტყმების მიტანა და განადგურება შორი მოქმედების დრონების, რომელსაც ასეულობით უშვებენ რუსები უკრაინის ქალაქების მიმართულებით ყოველდღიურად. ესეთი კადრები გვაქვს. რამდენიმე გასროლა და შემდეგ ბუმ, აფეთქება -1 რუსული დრონი უკრაინის საჰაერო სივრცეში. იბატონო. ეს ამ შემთხვევაში წყალში ჩავართ. კარგით, გავაგრძელოთ შემდეგ რა გვაქვს. ხო, შემდეგი საინტერესო სიახლე არის, ესე იგი, უკრაინის საჰაერო ძალებმა დაიწყო ფრანგული წარმოების მირაჟ 2000-ის ტიპის გამანადგურებლების აქტიური გამოყენება და აქ აღნიშნული არის ის, რომ არა მხოლოდ საჰაერო თავდაცვის მიზნებისთვის, არამედ უკვე შეტევითი ოპერაციებისთვის გამოიყენება ფრანგული მირაჟები, რაც ძალიან კარგი ამბავია. აქვე ნაჩვენები არის ამ ფრანგული ავიაგამანადგურებლის მოქმედების ამსახველი კადრები. უკრაინის საჰაერო სივრცეში ბევრი დასავლური ავიაგამანადგურებელი დაფრინავს. უკვე მათ შორის არა მხოლოდ ამერიკული F-16-ები, არამედ ფრანგული ავიაციაც საქმეშია. შემდეგი ნიუსი რა გვაქვს? შემდეგი არის უკვე მარიუპოლის მახლობლად პანცირ S1-ის ტიპის საწინააღმდეგო საჰაერო თავდაცვის სისტემის განადგურების სამსახველი ვიდეო მასალა 27 თებერვლით დათარიღებული, სულ ახალი ამბავი არის, რაც სერიოზული მონაკარი არის უკრაინელებისთვის. ძვირად ღირებული რუსული სამხედრო სისტემა, საჰაერო თავდაცვის სისტემა IS კონკრეტულად, რომელიც კადრში იყო, არის განადგურებული და ამ მომენტში ჩანს სწორედ პანცირის ტიპის საერთაშორისო სისტემაზე დარტყმა უკრაინული FP2 დრონის. შემდეგიც დღეს მოკლედ ძალიან ეფექტური კადრებით ვარ ესე იგი წარმოდგენილი. ძალიან ჯოჯოხეთური დეტონაცია გვაქვს აქ. ეს ხდება ამ ფრონტის ერთ-ერთ მიმართულებაზე, სადაც უკრაინელებმა აღმოაჩინეს რუსების მძიმე საარტილერიო სისტემა, რომელიც იტენებოდა, ასე ვთქვათ, ამზადებდნენ მას გასაშვებად თერმული ბომბების და სწორედ ამას უკავშირდება ეს მასშტაბური აფეთქებაც. დიდი ტალღა გამოიწვია სწორედ საბრძოლო მასალის დეტონაციამ, რასაც ხედავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ვინც გარშემო იყო, ცოცხალი ნამდვილად ვერავინ ვერ გადარჩებოდა. გავაგრძელოთ. აქ უკვე გვაქვს დრონების ოპერატორების მუშაობის სამსახველი კადრები. აქ ორი რამ არის მნიშვნელოვანი. ერთი ის, რომ FPV დრონით ხდება მოწინააღმდეგის განადგურება, თერმული გამოსახულება ჩანს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ მანამდე ვიდრე დრონი დაეჯახებოდა, აქ კასეტური საბრძოლო მასალის აფეთქებაც ხდება. მოკლედ ძალიან უიღბლო აღმოჩნდა ეს კონკრეტული რუსი ჯარისკაცი. ორმა არ გაუმართლა მას, მოყვა დაბომბვაში და ბოლო სერიაში მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა ავტომატის ჯერით ჩამოეგდო ეს დრონი, ვერ გაარტყა.
გავაგრძელოთ ასევე FPV დრონების ოპერატორების მუშაობა, შემდეგი ვიდეო ბოლო დღების განმავლობაში შეგროვებული მასალა, სადაც ჩანს მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის განადგურება, ასევე გადამჭერი დრონების მუშაობას ხედავთ მოწინააღმდეგის დრონების გასანადგურებლად ტექნიკა, ნივები, ყველაფრით გადაადგილდებიან რუსები ფრონტის ხაზზე მთავარია წინ წაიწიონ როგორმე და აქ ალბათ შენიშნეთ რამდენიმე კადრი, სადაც ჩანდა ანძების განადგურება იმ პირობებში, რომ როგორც თავშივე აღვნიშნე, Starlink-ის პრობლემა უკვე მათთვის ძალიან მძიმედ დგას და ინტერნეტი აღარ აქვთ ფაქტობრივად. ცდილობენ რომ ეს Wi-Fi ხიდები ააგონ და ყველა ანძაზე თუ ხეზე ამონტაჟებენ ამ Wi-Fi-ის ინტერნეტის მიმღებებს იმისთვის რომ ლოკალურად მაინც იქონიან კონტაქტი. თუმცა ცხადია ეს უკრაინელებმა უკვე ძალიან კარგად იციან და ძალიან აქტიურად ნადირობენ ამ მოწყობილობებზე იმისთვის რომ მაქსიმალურად შეზღუდონ მოწინააღმდეგის კომუნიკაციის შესაძლებლობები. ეს უკვე დაეტყო ფრონტს, უკვე დაეტყო რუსების შეტევების ტემპს და ამ მომენტით ძალიან კარგად სარგებლობენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში პოზიციების გამყარებისთვის. გადასარევად იყენებენ ამ ამბავს. მოგვიანებით დაუბრუნდები აუცილებლად იმის განხილვას თუ რატომ გადაწყვიტეს ზოგადად Starlink-ს რომ თავი დავანებოთ Telegram-ის გათიშვა რუსეთში. ამაზე ბევრი მსჯელობა მიმდინარეობს და გარკვეულ ვერსიებზე აუცილებლად მოგიყვებით ბოლო ნაწილში, როდესაც პოლიტიკურ ამბებს გაგაცნობთ. სულ რამდენიმე ნიუსი მანამდე და საინტერესო კადრები. ეს მაგალითად კუპიანსკის ტერიტორიაზე ხდება, ხარკოვის ოლქში, ხარისხიანი კადრები არის, სადაც ნაჩვენები არის გაწმენდითი ოპერაციები უკრაინელი სამხედროების მონაწილეობით. აქ ჩანს ნანგრევებში არის მოკლედ აქ ამბავი ასეთია, დამალული რუსი სამხედრო ან ერთი ან რამდენიმე, ეს ინფორმაცია არ არის. ყოველ შემთხვევაში მოწინააღმდეგე აღმოჩენილი იყო აი ამ ნანგრევების ქვეშ და შეამჩნიათ ალბათ რამხელა ბომბს უგდებენ მათ. აი აქ ხდება მომზადება და პირდაპირ სამალავში ჩაუგდეს უზარმაზარი ნაღმი. ეს უკვე სხვა რაკურსით გადაღებული კადრები არის. სასწრაფოდ უკან გამოდიან Z-ხედი და ეხლა იქნება კატასტროფული აფეთქება. აი ისიც. ხო, უკრაინელები აძლევენ იმის საშუალებას მოწინააღმდეგეს რომ დანებდეს, მაგრამ ვინც საპირისპირო გადაწყვეტილებას იღებს და ირჩევს ბრძოლის გაგრძელებას, ესე ბევრი მეთოდით მათ ანადგურებენ. ესაც არის ასევე ერთ-ერთი დანაყოფის უკრაინის მესამე სპეციალური ოპერაციების ძალების ოპერატორები მუშაობენ პოკროვსკის მიმართულებაზე, ასევე გაწმენდითი ოპერაცია, სადაც ჩანს ერთ-ერთი რუსი ოკუპანტის განადგურების კადრიც. იმედი არ დაიბლოკება, მე მგონი არ დაიბლოკება, იმიტომ რომ დაბლარული არის პრინციპში ის ნაწილი, რომელიც სენსიტიურია. აქ ჩანს მოწინააღმდეგის განადგურების კადრი, მაგრამ მანამდე ისმის ხმაც. ამ ვიდეოში, მუსიკის გამო ვთიშავ, იმიტომ რომ არ დაიბლოკოს. ერთ სიტყვით ეუბნებიან რომ დააგდე იარაღი, მაგრამ არ აგდებს და შემდეგ უკვე იმ რუს ოკუპანტს ანადგურებენ ავტომატის ჯერით. აი, აქ იქნება ახლა ეგ მომენტი სწორად. კი ბატონო, აი. დაინახეთ ხო რა გააკეთა, უთხრეს რომ გაჩერდი, დაუშვი, დადე ავტომატი, დაიხარა, თითქოს აპირებდა ავტომატის დადებას და აი ამ მომენტში ამოიხედა უკან და გახსნა ცეცხლი. რაც შემდეგ უკვე
აი ესე დასრულდა. ინტენსიური ცეცხლი და განადგურებული მოწინააღმდეგე. ხო, ეს იმის დადასტურება იყო პრინციპში ასე ვამბობდი რა, ყოველ ჯერზე უბნებიან, ყოველ შემთხვევაში ამ მასალებში ასე ჩანს. არ ვიცი, შესაძლოა რიგ შემთხვევებში არც ეუბნებიან, არაფერზე თავს არ ვდებ. მაგრამ ფაქტია რომ ძალიან ბევრი მასალა გვხვდება, სადაც ნაჩვენები არის ტყვეების აყვანა. ამ შემთხვევაშიც ვნახეთ აშკარად გაფრთხილება ახლო დისტანციაზე, მოწოდება რომ არ ესროლა დაედო იარაღი, მაგრამ შემდეგ უკვე რაც თავად გახსნა ცეცხლი, ვნახეთ რაც მოხდა. კარგით, ამჯერად ბოლო სიახლე, რომელიც უნდა გაჩვენოთ და რომელიც ეხება შეიარაღებას და სამხედრო მოქმედებებს, უკავშირდება თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელსაც ავითარებს უკრაინის შეიარაღებული ძალები, უკრაინის სამხედრო მწარმოებლები და სისტემებს, რომელიც უკვე არის უკრაინელი ჯარისკაცების განკარგულებაში. ამ შემთხვევაში ნაჩვენები არის აქ ვიდეო ერთ-ერთი მწარმოებელი კომპანიის მიერ გავრცელებული, სადაც ჩანს ერთობლივი მოქმედება უპილოტო სახმელეთო სისტემების მძიმე ჯავშან ტექნიკასთან ერთად, ძალიან ეფექტური ვიდეო მასალა და ასე გამოიყურება თანამედროვე საბრძოლო მოქმედებები. ის ევოლუცია, რომელიც მოიტანა სწორედ რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომმა, რომელიც უკვე მეხუთე წელია გრძელდება, ვერავინ წარმოიდგენდა რამდენიმე წლის წინ, რომ დრონის ოპერატორი, რომელიც შესაძლოა მანამდე სულაც ერთი ჩვეულებრივი გეიმერი იყო, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა გახდებოდა შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, FPV დრონების გამოჩენა მთელი სცენარი საბრძოლო მოქმედებების შეცვალა და ახლა ჩვენ უკვე თვალს ვატევნებთ აი ამ ყველაფერს, რომ არა მხოლოდ საჰაერო მიმართულებით, არამედ სახმელეთო მიმართულებითაც ვითარდება უპილოტო სისტემები და ეს ყველაფერი არის სხვადასხვა დანიშნულების. თან ხდება ადაპტირება რთულ რელიეფთან, ზამთრის ყინვებთან, თოვლიან, ყინულიან ზედაპირთან, ტალახთან, ყველაფერს ითვალისწინებენ მოკლედ და სხვადასხვა მოდიფიკაციის არის ეს სახმელეთო აპარატები, სხვადასხვა დანიშნულებით არის ევაკუაციისთვის განკუთვნილი აპარატები, სადაც ხდება ჯარისკაცების განთავსება, დაჭრილების გამოყვანა, ტყვეების გამოყვანისთვისაც ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად იყენებენ, არის ასევე განაღმვითი ოპერაციებისთვის განკუთვნილი რობოტები, დამნაღმველი რობოტები, რომლებიც ტანკს აწინააღმდეგონ ნაღმებს განალაგებენ გზებზე. არის ასევე ისეთებიც, რომლებიც პირდაპირ შეტევითი ოპერაციების დროს გამოიყენება, დამონტაჟებული ტყვიან ფრქვევებით, მაგალითად ესენი, რომელსაც ახლა ხედავთ. და არაერთი კადრი ვნახეთ უკვე, მათ შორის ჩემს ვიდეოებში ვაჩვენებ ხოლმე ასეთ ტექნოლოგიურ ნიუსებსაც, სადაც პირდაპირ ხდება მათი მეშვეობით მოწინააღმდეგის განადგურება რეალურ საბრძოლო მოქმედებებში. ზედამონტაჟებული ამ ტყვიან ფრქვევებით და ასევე ავტომატური დამიზნების სისტემებით, რომელსაც აქვს ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტი. კარგით, ბოლოს შემოგინახეთ ამბავი, რომელიც ეხება პოლიტიკურ მოლაპარაკებებს. ჟენევაში იყო მორიგი რაუნდი, რომელიც იყო მორიგი მოლაპარაკებებისთვის, არანაირი სიახლე არ იკვეთება იმ თვალსაზრისით, რომ ახლო მომავალში მოსალოდნელი არის მაღალი დონის შეხვედრა, რომ ახლო მომავალში შესაძლებელი არის რაიმე სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, თუმცა უკრაინა აჩვენებს ყველა ჯერზე ამ 2026 წელსაც, რომ მას სურს დიპლომატიური გზით ამ კონფლიქტის მოგვარება, ის არასოდეს უკრაინული მხარე არ მიდის მოლაპარაკებების წინააღმდეგი, მით უმეტეს თუ ამ მოლაპარაკებების ინიციატორი არის ამერიკის შეერთებული შტატები, ამ შემთხვევაშიც სამხრივი იყო შეხვედრა ამერიკელების ჩართულობით ჟენევაში, თუმცა ბევრი დიდი ვერაფერი თქვეს, რომ ისევ გავაგრძელებთ ამ დაბალ დონეზე მოლაპარაკებებს, ქვედა დონეზე, ასე ვთქვათ, უფრო დაბალი არის, შეიძლება არ იყოს სწორი ნათქვამი, ქვედა დონეზე მოლაპარაკებები გაგრძელდება იმისთვის, რომ მომზადდეს შემდგომში უფრო დიდი მოლაპარაკებები და დიდი შეხვედრები ეს არის და ეს კირილ დიმიტრევს, პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს, ამ შეხვედრის დატოვების შემდეგ მედიასთან არანაირი კომენტარი
არ გაუკეთებია. ეს ჟურნალისტების ცდელობის მიუხედავად იმიტრევმა დეტალებზე საუბრის გარეშე დატოვა ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ სივრცე. და ბოლოს თემა, რომელიც ეხება ბირთვულ შანტაჟს რუსეთის მხრიდან და მორიგ манипуляციას პუტინის ავტორობით. მოკლედ იმის გათვალისწინებით, რაც ნაწილობრივ დღეს გაჩვენეთ და რაც ნაწილობრივ მანამდე ხდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ 4 წლის განმავლობაში პუტინმა ვერანაირ მიზნებს ვერ მიაღწია, ეგრეთ წოდებული ძირეული საკითხები კონფლიქტის, როგორც თავად ამბობს ხოლმე, ისევ დღის წესრიგშია მისთვის, ეგრეთ წოდებული დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, ნატოს არ გაფართოებაც ვერ მიიღო და გაეწელა უკვე მე-5 წელია ომი, ტერიტორიული მიღწევები დიდად ვერ დაიტრაბახებს, კუპიანსკი ძლივს დაიკავეს 2 წლიანი მცდელობის შემდეგ და კაცმა არ იცის რამდენი ხნით შეძლებენ მის გაკონტროლებას, ხედავთ რომ 4 წელი რუსეთმა დახურა იმ ფონზე, რომ პირიქით უკრაინა ახორციელებს ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის მიმართულებაზე კონტრშეტევას, კუპიანსკი რომ 9-ჯერ გამოაცხადეს, რომ ავიღეთ ხარკოვის მიმართულებით, თო საბოლოოდ 2025 წელი ისე დაიხურა, რომ უკრაინამ დაიბრუნა და ამხელა დანაკარგები, ხო, 1,300,000-ზე მეტი დაღუპული, ან მძიმედ დაშავებული სამხედრო არის ის სტატისტიკა, რომელიც ამ დროისთვის არსებობს, არა მხოლოდ უკრაინული, არამედ სხვა წყაროების მონაცემებითაც, იგივე ბრიტანული და ზორის მონაცემებითაც მილიონს აღემატება რუსეთის სამხედრო დანაკარგები ადამიანური თვალსაზრისით და შედეგი არის ის, რაც არის. შესაბამისად, ახლაც აი ამ თარიღთან მიმართებით პუტინმა ისევ გამოაგორა ბირთვული საკითხი, ამ შემთხვევაში მან განაცხადა, რომ გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვა მოკავშირეები ამუშავებენ გეგმებს, რომ უკრაინას ჰქონდეს ბირთვული იარაღი, განსაკუთრებული აქცენტი იყო საფრანგეთსა და დიდი ბრიტანეთზე და რომ არსებობს გარკვეული ბრწყალებში პროვოკაციის რისკები თითქოს. ამას ირწმუნებოდა პუტინი. ეს შემდეგ პესკოვმა გაიმეორა და შემდეგ მოყვა მთელი ჯაჭვი პროპაგანდისტების, მედვედევმაც სხვათა შორის დიდი პოსტები მიუძღვნა ამ ამბავს, რომ თითქოს უკრაინა აპირებს რუსეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის გამოყენებას. ამ საკითხზე, ანუ ამის არასერიოზულობაზე ერთი მთავარი არგუმენტი, რაც შეგვიძლია მოვიყვანოთ, არის ის, რომ წლებია უკვე, რაც ეს ომი მიმდინარეობს და ამ წლების განმავლობაში დასავლელი პარტნიორები ვერ შეთანხმდნენ, მაგალითად გერმანიამ ვერ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ ტაურუსის ტიპის რაკეტები მიაწოდოს უკრაინას, რომ რუსეთის სიღრმეში განახორციელოს ზუსტი დარტყმები. ვნახეთ მთელი პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა ამერიკასთან მოლაპარაკებებს ტომაჰაუკის ტიპის ასევე შორიმოქმედების ზუსტი დამიზნების რაკეტების მიწოდებაზე და საბოლოოდ ვნახეთ ის, რომ არანაირი პროგრესი არ გვაქვს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მისმა პრეზიდენტმა თავი შეიკავა ამ ტიპის შეიარაღების მიწოდებაზე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, ხო? ანუ შორიმოქმედების რაკეტებს არ აწვდიან და თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ბირთვულ იარაღს მისცემს უკრაინას იმისთვის, რომ შემდეგ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი გამოიყენოს და მთელი დედამიწა ჩაებას ბირთვულ ომში. ეს ხო წარმოუდგენელი სცენარია, ხო? თუმცა, ხო, ეს თემა ჭირდებათ რუსებს იმისთვის, რომ გადაფარონ საკუთარი წარუმატებლობა და მეტად უფრო წააქეზონ საკუთარი აუდიტორია, თავისივე მოსახლეობა დასავლეთის წინააღმდეგ, უფრო მძაფრად ჩამოაყალიბონ მტრის ხატი. ეს არის და ეს. ახლა რაც შეეხება თავად ამ მტრის ხატის ჩამოყალიბების აუცილებლობას, ეს ბევრი ანალიტიკოსის აზრით აიხსნება მათ შორის იმით, რომ ბალანსი უკვე უარყოფითი აქვს რუსებს, მათი დანაკარგები ფრონტზე აღემატება მობილიზებული ან კონტრაქტით გაწეული სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობას. შესაბამისად, მათ ჭირდებათ ახალი საფუძვლები იმისთვის, რომ იგივე გაზაფხულზე გამოაცხადონ უფრო ფართო მასშტაბიანი მობილიზაცია. ნაწილობრივ მათ ეს პროცესი გააქტიურებული აქვთ და
ხდება, მაგრამ არ არის ფართომასშტაბიანი მობილიზაცია, სრულმასშტაბიანი მობილიზაცია და არის ასეთი მსჯელობები, რომ შესაძლოა აი ამ ტრისხატის გააქტიურება, ბირთვული საკითხის გააქტიურება და თითქოს დამოსალოდნელი რისკები უკავშირდებოდეს სწორედ გაზაფხულის მოახლოებას და იმას, რომ მეტი საფუძველი, მეტი ალიბი ჭირდება პუტინს იმისთვის, რომ ხალხს აიძულოს ამ ომში ჩართვა, რომელ ომში ჩართვაც სულ უფრო და უფრო ნაკლებად პოპულარულია მიუხედავად ფინანსური ანაზღაურებისა, დანაკარგების და მეტნაკლებად ინფორმაციაზე წვდომის გათვალისწინებით. რუსეთში სულ უფრო ნაკლები ადამიანი აწერს სამხედრო კონტრაქტს ხელს. ინფორმირებულობა ვახსენე და ამ ყველაფერთან კავშირში არის ასე ხსნის ძალიან ბევრი მიმომხილველი და ის ადამიანი, ვინც აკვირდება პროცესის მიმდინარეობას, ამას უკავშირდება სწორედ ტელეგრამის გათიშვაც. ცხადია, რომ ისეთი სულელებიც არ არიან რუსები, რომ ისინი ვერ ხვდებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ უარყოფენ, რომ თითქოს არაფერი არ შეაფერხა, ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ფრონტზე ჯარისკაცებს შორის კომუნიკაციის თვალსაზრისით, რეალურ დროში ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით, ტელეგრამი მართლაც მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო. და ეს გათიშეს, ანუ მზად არიან, რომ ისინი დამატებით რისკის ქვეშ დააყენონ, მზად არიან, რომ შეტევებშიც შეფერხებები ქონდეთ და უკან დახევაც მოუწიოთ რიგ შემთხვევებში და რის ხარჯზე, რის ფონზე, ხო ჩნდება ძალიან ლოგიკური შეკითხვა. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ მათ ასეთი ტიპის დათმობები ურჩევნიათ იმას, რომ ხალხამდე მივიდეს რეალური ინფორმაცია. და მათ ჭირდებათ ინსტრუმენტების ბლოკირება იმისთვის, რომ ხალხი აცხოვრონ სიცრუეში, ისევ დაარწმუნონ საკუთარი მოქალაქეები, რომ რუსეთი იგებს ამ ომს, რომ მარტივ ფულს იშოვიან თუ ხვალ მოაწერენ კონტრაქტზე ხელს. ან უარეს შემთხვევაში თუ ხვალ იტყვიან, რომ საჭიროა მობილიზაციის გამოცხადება, უფრო ნაკლები ადამიანი აითრევს ფეხს იმის შიშით, რომ იქ წავა თუ არა, შეიძლება ფრონტის ხაზს ვერც კი მიაღწიოს, ისე გაანადგუროს უკრაინელების დრონმა პირობითად, ხო? ეს არის და ეს ამოცანა, მეტი ითქვა პრინციპში ბირთვულ საკითხზე, გამოითქვა ესეთი მოსაზრებაც, ვუსმენდი რამდენიმე უცხოელ მიმომხილველს, რომელმაც გაიხსენა მაგალითად პრიგოჟინის სიტყვები, რომელიც თავის მხრივ ამბობდა, ვიდრე დაასრულებდა სიცოცხლეს ისე როგორც დაასრულა და ვიდრე წამოიწყებდა მოსკოვზე შეტევას, ვაგნერის ყოფილ ხელმძღვანელზე არის საუბარი, ვინც არიცით. პრიგოჟინს ეგეთი რამე აქვს ნათქვამი, რომ ესენიო, ანუ რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გულისხმობდა, ყველაფერზე არიან წამსვლელიო, მათ შორის არ არის გამორიცხული, რომ ბირთვული ინციდენტიც კი მოაწყონ თავად რუსეთის ტერიტორიაზე და მერე უკრაინას დააბრალონო, იმის გამო, რომ გაამართლონ შემდგომ უკვე საკუთარი ნაბიჯები და გადაწყვეტილებებიო. პრიგოჟინს აქვს ეს ნათქვამი, იძებნება ეს განცხადება. ეს თემა ბევრს გაახსენდა, მოკლედ, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ წინა წლებშიც იყო საუბარი ეგრეთ წოდებულ ბინძურ ბომბზე, ანუ რაც გულისხმობს რადიოაქტიული ნივთიერებების გამოყენებით შექმნილ კუსტარულად შექმნილ ეგრეთ წოდებულ ბირთვულ იარაღს, თითქოს უკრაინას ჰქონდა ეს გეგმა, რომ შეექმნა ეგრეთ წოდებული ეს ბინძური ბომბი და აეფეთქებინა რუსეთის ტერიტორიაზე. მე ეს თემა ამ თემამ ჩაიარა და ავიწყდათ და ახლა უკვე არათუ ბინძური ბომბი, რაც უფრო მეტად დამაჯერებლად კიდევ შეიძლება ჟღერდეს, ხო, რომ აი რაღაც შავ ბაზარზე სადღაც რაღაც ურანი მოიპოვეს და შემდეგ რაღაც დაამუშავეს სქემა და აი შეიტანეს პირობითად, აი ხო აქვს შესაძლებლობები იგივე უბობის ქსელი ოპერაცია ჩაატარეს ბოლო-ბოლო, ხო, აი შეიტანეს როგორღაც რუსეთის ტერიტორიაზე და იქ გააქტიურეს. ანუ ამაზე კიდე შეიძლებოდა რაღაც კონსპირაციის თეორიების მობმა, მაგრამ ახლა მთლად აბსურდში არიან შესული, როდესაც ამბობენ, რომ თურმე საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი აპირებს, რომ პირდაპირ ბირთვული შეიარაღება გადასცეს უკრაინას იმისთვის, რომ შემდეგ უკვე მსოფლიო ბირთვული ომი დაიწყოს თურმე. ასეთ აბსურდში არიან, მოკლედ, მე მგონი ძალიან გამიგრძელდა, ამ ამბით დავასრულებ. ომის დასასრული ისევ არ ჩანს.
მეხუთე წელი დაიწყო და ალბათ მოგვიწევს კიდევ დიდხანს რომ მივადევნოთ თვალი რუსეთ-უკრაინის ომის ამბებს. მე ამას გავაგრძელებ ამ საქმის კეთებას. თუ ამდენი ხანი შემორჩით და თქვენთვის ეს ვიდეო საინტერესო იყო, აუცილებლად დაალაიქეთ. პირველ რიგში ძალიან გთხოვთ, რომ ეს გააკეთოთ. უმარტივესია და არაფერს არ კარგავთ ამით. უბრალოდ დაალაიქეთ ვიდეო იმისთვის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს. გამოხატეთ მოსაზრებები იმ თემებზე, რაზეც ვილაპარაკე კომენტარებში, ვისაც არ გაქვთ არხი, გამოიწერეთ და დონაციის მსურველებს განსაკუთრებული სალამი და დიდი მადლობა თქვენ. ჩაერთეთ დონაციაში, Patreon-ი უმარტივესი პლატფორმა არის, ლინკი მითითებულია ვიდეოს აღწერაში. გადადიხარ, ირჩევ 5, 10 ან 15 დოლარი შეხედულების ამებ და სურვილის ამებ, შეგიძლიათ აირჩიოთ და ყოველთვიურად ჩამოგეჭრებათ და ამით გახდებით ჩემი სპონსორები. და თუ რამდენიმე ასეც შევაგროვებ იმდენს, რომ ელემენტარული საჭიროებები დააკმაყოფილოს, თუ მექნება სტაბილური ფინანსური შემოსავალი, გპირდებით რომ უფრო აქტიურად ვიმუშავებ და არა ისე როგორც ახლა მიწევს. უფრო მეტად შესაძლებელი არის ცხადია ინტენსივობის გაზრდა, მაგრამ რა ვქნათ. ხანდახან ამის რესურსი ფიზიკურად არ არის. დიდი მადლობა მოკლედ ყურადღებისთვის, დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს, გამოიწერეთ არხი და გემშვიდობებით დროებით.